საღამოშიდობისა. გვინდა დავიწყოთ ესეთი ფაქტურად ყოველდღიური გადაცემა ტრამპის დღიური Trump Diary. დღეს იყო ინაგურაცია და ამიტომ პირველი დღე ეს ერთგვარი ანონსი და თქვენთან შეთანხმებებია. რა გვინდა, რა არის მიზანი, რომ ძალიან წინამძღოლ ფიგურაა პრეზიდენტი ტრამპი. მე მგონია რომ უკეთესი იქნება ვიდრე წინა ადმინისტრაცია, მაგრამ ბევრ სხვადასხვა აზრი აქვს. ამიტომ გადავწყვიტე რომ მოდი დარიოზე მივყვეთ თქვენთან ერთად ყოველ დღე და ვარკვიოთ რა გააკეთა დღეს, კარგი რა გააკეთა წარმატებული, რა გააკეთა რაც არ მოგწონს, იმედია ესეთი ცოტა იქნება, რაში ვერ მიაღწია წარმატებას, რა ეფექტი აქვს ამას ჩვენზე, ქართველებზე, საქართველოზე, რეგიონზე, ამერიკაზე და ასე შემდეგ. და აი ეს გვინდა რომ რაღაცნაირად თქვენთან ერთად თქვენ თუ აქტიურად მონაწილეობას მიიღებთ, კითხვებსაც გამოგზავნით, ჩაერთვებით თქვენი კომენტარებით, მე შეიძლება ალბათ პირდაპირიც იყოს, ვნახოთ. აი ეს არის ესე და დავიწყოთ დღეს არის 20 იანვარი, პირველი დღე, ინაგურაცია, დღეს უფრო ცერემონიული დღე იყო, მაგრამ როგორც ამერიკელებს შევიათ, ტრამპიც განასახიერებს ყველაფერს ამერიკულს, პირველივე მომენტიდან, პირველივე წუთიდან იწყება მუშაობა და მოდი რაღაცა საწარმოდგინე შევქმნათ პირველ დღეზე, მაგრამ მინდა არა ისეთი, როგორც რაღაცა ბევრ ქართულს აქვს განსაკუთრებით. გავარჩევთ არა რა თქვა, რა არ თქვა, ესე იგი როგორც ხვილი აქვს, რა მომწონს, არ მომწონს, არამედ რეალურად მისი ქმედებები და რეალურად გავლენა, რეალური გავლენა მოქმედებებზე. აი მაგალითად გეტყვით რა, კაცია და ქალია და ესეთი რამები კი არ გავარჩევთ, არამედ მაგალითად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რომ დღეს პირველი და გუშინ უკვე პირველი ძევლები განთავისუფლდნენ ისრაელში. ანუ ეს მიმაჩნია რეალურ საქმეებად. თუ კი დაიწევს ნავთობის ფასი და გაუჭირდება პუტინს და მისნაირ მამაძაღლებს, ეს მიმაჩნია საქმეთ და არა ვთქვათ ის გამონათქმები და რაღაცა როყიო ლაპარაკი. თუ კი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დიქტატურა დასრულდება, ეს მიმაჩნია ნამდვილ საქმეთ და ეს მომეწონებოდა არა რაღაცა ესეთი სასაცილო და საშაყირო სიტუაცია და ქართულებს გეტყვით, ტრამპი როდესაც ლაპარაკობს, თქვენ არ გელაპარაკებთ რა. თქვენ გელაპარაკებთ თავის სამომრჩევლებს, თავის ამერიკელებს იმათ ენაზე, იმათთვის გასაგები, იმათის გულის მოსაფხანად და მეორეც ერთია მისი ლაპარაკი და მეორე არის მისი ქმედება, ეს დავინახეთ წინა მისი მმართველობის დროს და ამას იმედია დავინახავთ ეხლაც. მოდი მივყვეთ დღევანდელ დღეს. ფოტოებს გაჩვენებთ და ფოტოების მიხედვით მინდა რომ წარმოდგენა შევიქმნათ. ძალიან გამახარა იმ სიტუაციამ, რომ ამერიკა მანდ დაიცვათ ცივილიზაციის სტანდარტები და მოდი აი ფოტოებით ვნახოთ თქვენ შთაბეჭდილება შეგექმნებათ ამისი აი მოდი ცოტა შევამცირებ ამასაც. ესე არა, აი ეს. არ გამოდის. აი ეს ნახეთ. ეს არის დახვედრის და დამშვიდობების მომენტი. ერთად განან ბაიდენების წყვილი და ტრამპების წყვილი. პრეზიდენტი ბაიდენი, რომლის ბოლო დღეა, პრეზიდენტი ტრამპი, რომლის მეორე პრეზიდენტების პირველი დღეა და ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ალბათ არ უყვართ ერთმანეთი, თბილად რო ვთქვათ, მაგრამ იცავენ ტრადიციას, იცავენ ეტიკეტს, იცავენ წესს და თანაც მთელი თავისი არსებით გამოხატავენ, რომ ამერიკა არის ქვეყანა, ამერიკა არის გადაეცემა ხელისუფლება მშვიდობიანად ერთი მეორეს და ეს არის მთავარი მიღწევა ამერიკის. ამით იყო გასჭავლული მთელი დღევანდელი დღე. აი მოდი ახლა შემდეგი სურათი ვნახოთ. ეს არის უკვე თვითონ ცერემონია ფიცის მიღების. პირველად ფიცი მიიღო ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა და სპეციალურად ნახეთ ეს სურათი. თანაც ეტიკეტი დაცულია და ყველა ტრადიცია და ყველა წესრიგი წამებში და წუთებში არის გათვლილი, მაგრამ როგორი ადამიანური
სიტუაცია ჯიდევეს, არ ჩანენ კიდე პატარა ბიჭებიც გვერდზე უდგანან, მისი მეუღლე და პატარა გოგონა, რომელსაც აბსოლუტურად არ ენაღვლება ინაugurაციის სერიოზულობა, მაგრამ აი ესე ხდება ფიცის მიღება, ვიცე-პრეზიდენტის ფიცის მიღება. ეს თავად პრეზიდენტ ტრამპი გვერდზე უდგას მელანია ტრამპი, ფიცს იღებს 57 პრეზიდენტი, უკვე 55 იყო და ახლა 57 თან ფიცს აძლევს ამერიკის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვათა შორის შურო პრეზიდენტმა სანამ ზლობიშვილმა და ტვიტერში დაწერა დღეს როგორც შულს როდესაც შემოვიდნენ მუზაფარებლები, ხალხი გულწრფელი ტაშით შეეგება მათოდან ნეტაუდის დადგება ჩვენ ქვეყანაში იგივე სიტუაციაა მართლაც. ამას შემდეგი სურათი ვნახოთ. ამაზე Facebook მომხმარებელმა იშაყირა, ნახეთ დგას ელონ მასკი, შეტრიალებულია ჯეფ ბეზოსი, თავისი მეგობარ ქალთან ერთად, ცუკერბერგია, იქით იყურება, უკან დგას ჯონ კენედი, რომელიც ადმინისტრაციაში ადგილსვედა და ვიღაცამ თქვა, რომ აი ახლა, აი აქ ერთ მეტრშიო არის შეკრებილი ტრილიონობით დოლარი, ხოლო თუ რამხელა ისეთ ეს ყველა არის ტრამპის ინაugurაციაზე. განსხვავებით პირველი მისი პრეზიდენტობისგან ფაქტურად დიდი ბიზნესია, ესეთი ძალიან დიდი ძალიან მასშტაბური ბიზნესი ფაქტურად ტრამპის გვერდზე დგას ახლა. რას ნიშნავს ეს ამას მომავალი გვაჩვენებს. აი ეს არის ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი სურათი. ნახეთ კლინტონების წვლილი, ბუშების წვლილი, ობამა, სამი პრეზიდენტი, ბაიდენი გვერდზე დგას არაჩანს ახლა ამ სურათში რასაკვირველია და კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტი აქვე არის და ესენი ყველანი არიან ერთ დარბაზში ერთ ადგილას და მომავალი პრეზიდენტის ინაugurაციას ესწრებიან. იქ კადრებში არ ჩანდა ესენი ბუში როგორც ყოველთვის შაყირობდა, თვალს უკრავდა სულ ობამა იღიმებოდა, კლინტონი გულით ათესალმებოდნენ სულ მე არის ერთი მომენტი, როგორ გულით ღერიან მართლა ამერიკას ეს მართლაც ისეთი შესაშური მომენტები იყო და აი არ შემიძლია არ თქვა, თუმცა კი არ მინდოდა რაღაცა ისეთ ნეგატიურზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ხალხი პირველი ქალბატონები, ყოფილი პრეზიდენტები ყველანი აქ ესწრება გარდა ერთისა, მიშელ ობამასი და ეს არ არის ჩემი აზრით შემთხვევით, იმიტომ რომ მიშელ ობამა არის ის წინააღმდეგო ფიგურა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ესმის ამერიკისა და ამერიკული სულისა. დღემდე არ უპატიებათ ამერიკელებს, როდესაც მან თქვა, რომ როდესაც მისი ქმრის ინაugurაცია იყო, დღეს პირველად ვარ ამაყი ჩემი ქვეყნისაო. ეს ნახეთ როგორი გამონაკლისია, დღეს პირველად ვარ ამაყი ჩემი ქვეყნისაო. აქ მანამდე ისე გაიარა სკოლა, უნივერსიტეტი, სტუდენტობა, რომ არც ერთხელ არ იყო ამაყი აი ამ უდიდესი ქვეყნისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვია. მაგრამ აი დღევანდელი რეალური ამერიკა ეს არის, ნახეთ, პრეზიდენტები ერთად განან, მიუხედავად იმისა, კიდევ ამბობ, ალბათ ისეთი დაპირისპირებულები, როგორც ესენი არიან და ისეთ პოლიტიკურ ბრძოლაში, როგორც ესენი გავიდნენ, თუნდაც თანაპარტიელები გახსოვთ კლინტონის და ობამას დაპირისპირება, როდესაც კლინტონმა წამოაძახა shame on you, Barack Obama, ცხვენოდეს და ძალიან ისეთი მწარე დაპირისპირება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ახერხებენ ეს ადამიანები, ცალკე იყოს პოლიტიკა და ცალკე იყოს ტრადიცია და ცალკე იყოს ქვეყნის სადმიერდგურება. დღეს იყო ცერემონიული დღე, იყო ესე იგი ფიცის მიღება, შემდეგ ესეთი სადილი, შემდეგ შეხვედრა, შემდეგ ნახავთ კიდე აი შემდეგ წავიდნენ ოვალურ კაბინეტში და დაიწყო უკვე ტრამპმა მუშაობა, ანუ ხელმოწერა, დღეს უამრავ იმას აქვს executive orders, როგორც ამბობენ, ბრძანებულებას მოაწერა ხელი, აი დაიწყო ეს პროცესი. შემდეგ იყო პარადი, იყო დახურულ სივრცეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყინვა დაემთხვა დღევანდელ დღეს, საერთოდ ეს არის ხოლმე იაცის ქვეშ, მაგრამ მაინც მოახერხეს და დახურულ სივრცეში გააკეთეს და თან ესეთი რიგითობა მითაც არის გამოწვეული, რომ გული არ გაუცვლეს უამრავ ხალხს და ყველგან არ ვიცი სად პოულობს ენერგიას ეს ამხნის კაცი და ყველგან აქტიურად მონაწილეობდა ყველაფერ ამაში.
აი ეს სურათი სპეციალურად დავთე, იმიტომ რომ ეს ქართველებს როგორც გვჩვევია ხოლმე, დაიწყო ქილიკი უკვე ქართულ Facebook-ზე, რომ ჭუჭუტანაში უყურებდა, ჩვენი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე 100,000 შეადარეს, იქ ისთვის ჩავიდა, რა შეუკვეთეთ, რა ჩამოვიდა და ეს სპეციალურად გადავიღეთ, თუ ატყობთ, აგერ არის ტრამპი გამოდის ინაugurაციის ცერემონიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ნაწილია ესა და აქვე ქალბატონი სალომე ჩვენი პრეზიდენტი ასე ვთქვათ ესეთი გამოცდილი ბლოგერივით შეწრიალდა და ფოტოს იღებს self-იღებს როგორც ახლა ცნობილია სულ ყველანი ნახეთ როგორ არიან გართულები სხვებიც იღებენ საპატიო სტუმრები და ამიტომ მე მგონია რომ ქალბატონმა სალომემაც ჩვენმა პრეზიდენტმა ფედერალისტებმა თამარა ჩერგულეიშვილმა გიგაბუკერი ამ ლელოს წარმომადგენლებმა ძალიან სასარგებლო ვიზიტი ჩაატარეს ამერიკაში ბევრ საჭირო ხალხს შეხვდნენ რაღაცა კონტაქტები დაამყარეს სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება იქცევა ისე როგორც იქცევა ამ აღარ მინდა სიღრმეებში შევიდეს და ჩამოვლენ და ალბათ თვითონ გვეტყვიან როგორ იყო და აგერ ჩვენი პრეზიდენტი ნამდვილად არის იმ საზოგადოებაში და იმ ხალხში რომლებიც ძალიან დასჭირდება საქართველოს და პირადი კონტაქტები ძალიან ბევრს წვითავს სპეციალურად ეს არის ერთ-ერთი ნაწილი მისი ინაugurაციის დღისა ესენი არიან მძევლები ისრაელის მძევლები სპეციალურად დაპატიჟეს ისინი და ტრამპი აი მათი თანდასწრებით საჯაროდ აწერს ბრძანებულებებს ხელს რომელიც სხვათა შორის ეხება მათ ახლობლებს, მათ შვილებს, მათ მომავალს ის მშვიდობის დამყარებას აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში. აი ეს აი ამ დავტოვოთ ეს ფოტო და მინდა გითხრათ, რომ დღეს მაგალითად რას მოაწერა კიდე ხელი ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელთაც ზღვარი დაუდო სასამართლო სისტემის პოლიტიზაციას და გამოყენებას რისი შედეგებიც და რისი წნეხით თვითონ იწვნია როგორ ცდილობდნენ პოლიტიკური მიზნით მის დევნას იურიდიულ დევნას და ერთ-ერთი ბრძანებულება ეს არის რომ იგრძალება ეს ყველაფერი როგორი მექანიზმით და რანაირად ეს კიდევ ჩაშლილი იქნება იქ მაგრამ ინტენსია ანუ ისა მე მხოლოდ მივესალმები ამას მერე იგრძალება ყოველგვარი შეზღუდვაც სიტყვის თავისუფლებისა და ცენზურა ეს უკვე კარგად ჩანს თვითონ მაგალითად ცუკერბერგის საქციელზე როდესაც მოხსნა ისა დეპარტამენტი ფებერში გაუქმდა დეპარტამენტი diversity department ესე ქვია ეს არის რომელიც აკონტროლებს რომ მაგალითად კანის ფერის წარმოშობის წარმომავლობის სოციალური მდგომარეობის მიხედვით რაღაცა კვოტირებით მოხდეს ეს დანიშნები და არა რეალური უნარების და რეალური ასე ვთქვათ შესაძლებლობების და საქმისთვის გამოდგომების და ამასაც ბოლო დაედო კიდევ ხელი მოაწერა ისევ გამოსვლას პარიზის ხელშეკრულებიდან და ძალიან კარგია ეს იმიტომ რომ პირველ პრეზიდენტობაზე ტრამპი გამოვიდა მერე ბაიდენი ისევ დაბრუნდა და ახლა ტრამპი ხელახლა გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან და ხალხი ბრძანებულება კიდე ატყობინებს ამ ევროპას რომ აღარ მონაწილეობს ამერიკაში და ასე შემდეგ ეს ჩამონათვალი კიდე ხვალდაზე იქნება გარკვეული და იქნება ცხადი აი ესე მივყვეთ ტრამპის პრეზიდენტობას კიდევ ამბობ დღეს იყო ცერემონიული დღე ძალიან ბევრს ველოდებით მაგრამ მოქმედება მაინც დაიწყო მაგალითად ძევლობის განთავისუფლება დაიწყო როგორც ვიცი დაიწყო ურთიერთობა ჩინეთის ხელმძღვანელობასთან და ნახოთ ეს რა გამოვა და ჩინეთთან თუკი ოდნავ მაინც რაღაცნაირად მოხერხდება დედამიწის სასირკეთოდ და მშვიდობის სასირკეთოდ დაავადება ეს ცალსახად ცუდია რუსეთისთვის ცალსახად ცუდია ყველა დიქტატორული რეჟიმისთვის და ცალსახად ცუდია საქართველოში ქართული ოცნებისთვის მე იმედი მაქვს მალე დამთავრდება მათი ბოგინი და მათი ქვეყნის ღალატი ასევე მე მგონია წარმატებულია ხო ესე იგი ეს წესრიგის მოწმობების
ყველანაირ აკრძალვა, ასე იგი ნელ-ნელა მექანიზმი ჩაერთვა ამის გაუქმებაზე, რაც გამოიწვევს ცალსახად ენერგომატარებლების ფასის დაწევას და რაც გამოიწვევს დიდ პრობლემებს იგივე რუსეთისათვის. ეს ცალსახად კარგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვნახოთ როგორ განვითარდება და რეალურად იქნება თუ არასიკეთეები. და კიდევ ერთხელ ვამბობ იმის გარჩევა, რომ რაღაცა პოპულისტური გამონათქვამები კიდევ ბევრი იქნება, ტრამპს ეს ჩვევია, ტრამპის ხასიათია, ბევრი რამე შეიძლება არ მოგვეწონოს, ყურიც მოჭრას, როგორც კი გავიგებთ, მაგრამ ამასაც შევხედოთ კრიტიკულად და მაგრამ მაინც უფრო შედეგებს და საქმეებს მივხედოთ. მე იმედი მაქვს, რომ ყოველ დღე მოხდება, ასე ვთქვათ, აპდეიტი, განახლება ამ ინფორმაციის, როგორ მიდის ტრამპის პრეზიდენტობა და უკვე დღეს თბილისში თენდება, ჯერ 4 საათია, ჯერ არ გათენებულა, მაგრამ სამშაბათს 7 საათზე გიგი თევზადასთან ჩვეული გადაცემა და ცხადია ტრამპის მოქმედებებზეც ვილაპარაკებთ და ამერიკის მოქმედებებზეც. ვილაპარაკებთ 4 შაბათს აუცილებლად ამაზე ლევან გახელაძის გადაცემაში, იმიტომ რომ ლევანი არის ზედმიწევნით კარგი მცოდნე ამერიკული სიტუაციის და ამერიკული პოლიტიკის და არ ვიცი, ცალკე ფან-კლუბია ჩამოყალიბებული კვერლევანის ფან-კლუბი, რომლებიც სულმოუთხმელი ელოდებიან მის ყოველკვირ გადაცემას და ყველაფერზე ვილაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამერიკას დიდი ადგილი უჭირავს. მას შორის ხუთშაბათს იქნება ნინო კაბორჩხაძესთან ემიგრანტების შესახებ გამოცემა და ცხადია ტრამპის და ამერიკის სიტუაციას ვერაუბრით გვერდს. ხუთშაბათს იქნება რუსულენოვანი გადაცემა დავით ჯაფარიძესთან, რომელიც ასევე ტრამპოლოგია და მიუხედავად ასე ვთქვათ, ბევრ კარგს ხედავს ამაში, ბევრ ცუდსაც ხედავს, არ ეთანხმება ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას და ძალიან საინტერესო ხოლმე დავითის მსჯელობა და გარჩევა ამ სიტუაციის. ხუთშაბათს იქნება რეზი ჭეშმარიტაშვილთან, ასევე შენი რადიო ამერიკაში და აქაც გვერდს რაუვლით ცხადია აი ამ სიტუაციას. ანუ ბევრი ლაპარაკი იქნება იმაზე, რაც მოიწყვ დამოწყვეტა კი არა, სპეციალურად ცალკე აღნიშნვის გიშა 4 შაბათს იქნება გვიან თბილისის დროით გვიან ინგლისურენოვანი გადაცემა, რომელიც ჩვენ წამოვიწყოთ გეოპოლიტიკოს, ამ გადაცემას ყავს 2 წამყვანი. ია მეურმიშვილი და დავით კაჭარავა, რომლებიც ინგლისურ ენაზე აი სწორედ აი მიუძღვნიან ამ გადაცემას ტრამპის ინაგურაციას და პირველ დღეებს. ხუთშაბათს დაუბრუნდებით დავით ჯაფარიძე, მე მგონი ვახსენე უკვე, რომელიც აი ეკონომიკურ პოლიტიკაში ბევრს ასე ვთქვათ კრიტიკულად უყურებს ტრამპის საქციელს, განსაკუთრებით კვოტირების საკითხში და განსაკუთრებით ტარიფების დაწესების საკითხში. მოვილაპარაკეთ, რომ აი სწორედ ტრამპის დღიური იქნება გიორგი ლაბაძე, ახალგაზრდა კაცი, ძალიან კარგი სპეციალისტი, ამერიკის, აი სპეციალურად ამერიკის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკის სპეციალისტი და ძალიან ბევრ რამეს ველოდები, მე თვითონ საინტერესოს გიორგისგან ველოდები, რომ ბევრ რამეში გამარკვევს მეც და თქვენც. პარასკევს იქნება ჩვენი რუსულენოვანი გადაცემა კავკასს, ყოველკვირეული მიმოხილვით და აქაც იმედი მაქვს, რომ ია მეურმიშვილი მონაწილეობას მიიღებს, ყოველ შემთხვევაში რა ფორმით და რა დრო საკმაოდ შეზღუდულია ქიას, დაკავებულია და ვნახოთ როგორ იქნება. შაბათს არის ხოლმე ზურაბ გურულის გადაცემა, ამ შაბათს არ ვიცი იქნება თუ არა ზურა, იმიტომ რომ შეიძლება მოგზაურობა დაემთხეს, მაგრამ შაბათობით აუცილებლად საინტერესოა ძალიან ზურას აზრი ხოლმე და ასე შემდეგ, შემდეგი კვირისა შემდეგა ვთქვათ და ყოველ დღე აი ესეთი გარდა ყველაფრის ჩამოთვლილისა დღიურის მიყოლა. აი ეს მინდოდა დღეს მე თქვა, დღეს ხო პირველი დღე, ინაგურაციის დღე, გილოცავთ, თუსაც გაგიხარდათ. ყოველ შემთხვევაში საინტერესო ცხოვრება იწყება, საინტერესო და დინამიური, მიძინებულ წინა ადმინისტრაციასთან შედარებით იქნება გაცილებით აქტიური და ვნახოთ. ძალიან იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო, ძალიან იმედი მაქვს, რომ დამთავრდება ოცნების ბოგინი და ვნახოთ, ძალიან იმედი მაქვს კიდევ რომ უკრაინისთვის რაღაცნაირად შემსუბუქდება ბედი და
ყველაფერი წამო იმისკენ, რომ პუტინი საბოლოოდ დამარცხდეს და რუსეთი გაეთრას პირდაპირ ვიტყვი უკრაინიდან. ნახოთ, ამისი ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობების მომენტები, რომელიც აუცილებლად იქნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გამოვიყენოთ. ეს იყო დღესაც მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა, მოგწერეთ, დაგვიკავშირდით, კომენტარები დადეთ და ყოველდღე ხელახლა ყოველდღე შევხვდებით. აბა დროებით